ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმრად ჩვენი გულითადი მეგობრები მოვიწვიოთ აქვე სამეზობლოდან, თხოვთ შეეგებოთ ღამის შოუს ბენდი ჩვენ შოუში. ჩემო ძირფასო ხალხო. ამდენი ხანია აბაკაცო. გვიხარია რომ თქვენი სტუმრები ვართ დღეს. ამ სტუდიაში პირველად ხართ. ეს კაი ხანია გასული. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. გენაცვალე, დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან უყვარხართ ტელემაყურებელს, მათ შორის ჩვენი შოუს მაყურებელს და ვიოსალმებით თქვენთან ერთად და მინდა მოგილოცოთ. მართალია საკმაოდ რომ გავიდა, მაგრამ ტელემაყურებელი რომ იხილავს დარწმუნებულიო რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს თქვენი კონცერტიდან, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა ფილარმონიაში 30 მარტს და დაგვიანებით მინდა მოგილოცოთ სული და გული. დიდი მადლობა. მითხარით ამ კონცერტზე რა სიტყვით ჩვენ თავად. ამ გადასახედიდან დაიწყეთ ბატონო გელა. უდიდესი სიამოვნება მივიღეთ პირველ რიგში ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ საოცარი გარემო არის ზოგადად, როცა ფილარმონიაში გამოდიხარ. თქვენ ეს კარგად იცით? კი ბატონო. თქვენთვის დიდი ფუფუნება აღარ არის, იმიტომ რომ იმდენჯერ იყავით, რომ ეს უკვე შესესხორცებული გაქვთ ეს ემოცია და ჩვენ ძალიან აღელვებულები ვიყავით და აი ძალიან განსაკუთრებულად მოემზადეთ და მთელი სული და გული ჩავდეთ და რაც ყველაზე ძალიან მეტად გვსიამოვნებს, იქიდანაც რომ იგივე დაგვიბრუნდა, ეს იყო სასწაული. აუცილებლად მადლობა უნდა გადაუხადოთ ორგანიზატორებს. ფარქსი იყო, ჩვენი მეგობრები არიან, რომელმაც ამ ყველაფერს ორგანიზება გაუწია და რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს დახმარების გარეშე არ შედგებოდა ეს კონცერტი, ამიტომ მათ ეკუთვნით უღრმესი მადლობა. მადლობა უთხრათ. ჩვენ ძალიან დაკითული გრაფიკი გაქვს. ესე იგი მე მახსოვს ერთი დღე გქონდა კახეთში კონცერტი, მეორე დღე ბათუმში და ესე მოკლედ დაფრინავთ ხო ბაბი? ავიყოლიე, ვასწავლე მათაც ფრენა და აი ესე დავდივარ ჩვენ დავდივართ და ქალაქიდან. ბაბი მოფრინავს ხოლმე. გადაადგილება ჩვენთვის პრობლემა, საცობები პრობლემას აქვს. კი, ბაბი ცემ დაკითხო. დიახ. შენ რო ძალიან ინტენსიური გრაფიკი გაქვს, ისევე როგორც ყველას აბსოლუტურად. ეს იცის მაყურებელმა, მაგრამ ის კი რო წარმოვიდგინოთ საღამოს კონცერტი, მერე ივენთი, მერე დილით გაიღვიძე 5 საათზე და იქ დილით წაიყვანე. მოკლედ ძილის გარდა კიდე რა გავიწყდება თვით. ყვება გვაქვს, რის ხარჯზეც მინარჩუნებთ მე ფორმას ხოლმე და ეს ძალიან კარგია. ესე იგი ჩვენც უნდა დავიწყოთ. ეგ ამბავი როგორც ეთქობა. გელა მოცილი. მე ვფიქრობ გოგოებს ძილის გარდა ყველაფერი ავიწყდებათ. რატო? იმიტომ რომ ძალიან კარგად გძინავს ძლივს გაგვიძებ ხოლმე. სხვათა შორის ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, რომ სად მივდიოდი? სადღაც რომელიღაც ქალაქში მივდივართ და დილამ წავიყვანე, გადავათენეთ რაღაც კონცერტი, აბსოლუტურად გათიშული, 2 ღამის უძილარი და ისე ღრმად დამეძინა, რომ საერთოდ არაფერი აღარ მოსმოდა და რეკავს გელამ გახეთქა ჩემი ტელეფონი, მეზობლის სადარბაზოში თუ ვინმე იპოვა ყველასი და ბოლოს ვახელ თვალს და გელამ ადგას ლოგინში თავზე, რომ ადექი დროზე კონცერტზე გვაგვიანდება, ბოლოს ნუ მოუწია რომ სახლში შემოსულიყო. სანა პირადად არ ჩაერთვა ამ არ ვიცი როგორ მოახერხა მე მგონი ამან ფრენა ისწავლა და თოკი დაეშვა და აი მით შემოვიდა. ნამდვილად აი ეს ერთადერთხელ მოხდა ეს ამბავი. თუმცა მე შემიძლია ხოლმე რომ გზაშიც მეძინოს, სკამზე რო დამждები იქაც მეძინოს. სცენაზე გასვლამდე 5 წუთით ადრე იქაც მეძინოს. ეს შენი ძლიერი მხარეა, შეიძლება სხვა ითქვას. ძალიან კარგად შესვენებებზე. არა ადგილს მნიშვნელობა პატარა იმაზე ფეხსაცმელზე შემიძლია გემრიელად დავიწყო. თავარია იყოს დრო. თათა შენ კი რა სიახლებია მიხარი? სიახლეები, არაფერი რუტინულად სწავლა-განათლებას მივყავი ხელი მოგეხსენებათ. ყველანაირი ხარისხი აქვს უკვე, აი მე მგონი აღარ დარჩა არაფერი განათლების სისტემაში, რაც არ მოიპოვა. ჯერჯერობით მხოლოდ მაგისტრის ხარისხი, თუმცა ვაგრძელებ სწავლას და
ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვარ, რაც მთავარია, ორივე პროფესია იმას ემსახურება, რომ ხალხში შევიტანო მეტი სიხალისე, მეტი სიმშვიდე, მეტი ბედნიერება და ჰარმონიულობა. უკვე როგორც ფსიქოლოგმა ჩაგვიტარა პატარა მასტერკლასი და კათარი ვარ, ხამდეს დასტრესილები ვიქნებოდით. ამ ყველაფერს უყურებთ ხალისით უკვე. არა უშავს, ვირმა რა კარგია ხალხი. ახლა სამივეს მინდა კითხოთ და გთხოვოთ ერთი რაღაც. ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს საქმიანობას, რა თქმა უნდა, რაღაც ისტორიები თან ახლავს საინტერესო და მომიყევით რაღაც ისეთი, რომ ჩვენმა უსაყვარლესმა ძმამ და მეგობარმა გიორგი გაბუნია თქვას, რომ ბიჭო, ეგეთი კაი ამბავი თუ იყო, ჩემთან მოგეყოლათ ბარემო, რაღაც ენდებათ ეგეთი. რა ხომ იცით რომ ესე იგი სულ ხო რაღაცები ხდება შეუძლებელი ამ რაღაც ფაქტების თუ ინციდენტების თუ კურიოზების გარეშე და გელამ გვეუბნება რომ ჩაიწერეთ ეს მერე უნდა მოყვეთ. სწორს მეუბნება, სწორს, გვიანი კაცია გამოსვილი. სადღაც დაგჭირდება უნდა მოყვეთ რა ჩაიწერე რამე. აქედან ვერ ამოშინდა, თქო სისტემა. არა და ბევრი ძალიან ეს სახალისო. ნამდვილად მოსაყოლი ამბავია თქო, ბევრჯერ მithქვამს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გვემართება ხოლმე. ერთხელ 1000 წელიდან გადაგვივარდა და თმით დავიჭირე ჰაერში. ის იყო ერთხელ ცეცხლები რო ამოიფშქვა და რო გაეკიდა რო გამეტრუსა წამწამები რაღაცები. ახლა უკვე სახალისო. ერთ კურიოზს გავიხსენებდი. ესე იგი კონცერტის მერე ყოველთვის მოდიან ხოლმე ჩვენი მსმენელები და გულშემატკივრები რომ სურათი გადავიღოთ და არის ერთი ამბავი და რიგი დაიცავით ის და ხან პოლიცია გვეხმარება, ნუ ხალხმრავლობაა და ჩვენ ყოველთვის რჩებით და რა თქმა უნდა როგორც შეგვიძლია ამას ვაკეთებთ და ნუ აი ძალიან ბევრი ადამიანი გავისტუმრეთ, გადავიღეთ სურათი და სამი ბიჭი იყო შემორჩენილი და სურათს ელოდებოდნენ და კი სურათი გინდათ მეთქი ხო და გადავიღოთ. კი ბატონო, და მოდით რა მეთქი ცოტა გავიდეთ, ცოტა იქ მოშორებით, აი მოუცილდეთ და იქ გადავიღოთ. წამომყვნენ რა 10 მეტრი გავიარეთ მანქანასთან, რომ ბარემ გადავიღოთ და ჩავჯდე მანქანაში და გადავიღოთ მეთქი და არა, თქვენ გვინდა რომ გადაგვიღოთ. დადგნენ და მე გადავიღე სურათს. ხო, კაი ხანი მელოდებოდი. გამაშაყირეს, მაგრამ ძალიან სახალისო იყო. შემდეგ გავუგზავნე კიდეც ეს სურათი. ერთი სასაცილო ისტორია იყო ტელეფონით გადამაღებინე. სწორედ ასეთი ხალხმრავლობაა, კონცერტი დავასრულეთ და ნუ შემოყურებენ სიყვარულით სავსე თვალებით და გელა როგორც კი ჩამოვიდა სცენიდან ერთ-ერთმა ბავშვმა სიყვარულით კეპი მოხადა თავზე, დაიფარა და გაიქცა. მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს სინდისმა შეაწუხა და მომდევნო წელს იმავე ქალაქში რომ ჩავედით, ეს კეპი მოუტანა და მადლობა გადაუხადა. ერთი წელი მქონდა თქვენი კეპიო და ხო, დამეგონა. ჩვენი შემდეგი სტუმარი გახლავთ ღამის შოუს სცენარისტი ბექა სულაძე. ადი შემოგვიდგება ბატონებია. აღარი გამარჯობა, მოგზავნით. ჩემო ბექა, მიხარია რომ მასპინძლობ შემოკარგო პირველად ხარ შენ. დიახ, პირველად. ესე იგი ჩემთან სტუმრად, იმიტომ რომ ძირითადად პირიქით მდგომარეობაში ხარ, შენ მასპინძელის პოზიციაში ხარ და მასპინძლობ ღამის შოუში, როგორც სცენარისტი და მინდა გითხრა ძვირფასო მეგობრებო, რომ ერთ-ერთი გამორჩეული კაცია ამ მიმართულებით, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ჩვენი მეგობრობა, მათ შორის პროფესიული საქმიანობა 10 წლის წინათ არის დაწყებული, შენი პროფესიული დებიუტი სწორედ ჩვენთან შედგა იუმორინაში 2015 და მიხარია რომ ესე წარმატებით აგზელებ ამ შემთხვევაში ამ გუნდის წევრად. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა დამიზახე ძალიან მიხარია აქ რომ ვარ გიყურებთ გულშემატკივრობთ და აი ამ ძალიან კარგ გადაცემაში ძალიან მიხარია რომ მოვედი მადლობა თქვენ რომ დამიზახეთ არა არის იცი მაყურებელს მინდა შენი ის მხარე გავაცნო რომელიც ნაკლებად ჩანს იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად წერ მაგრამ თან ხარ შესანიშნავი მხრობელი და აი ეს მხარე რომ წარმოვაჩინოთ ის როგორ ყვები შენ ისტორიებს ჩემო ბატონო ეს არის ისაც დღეს ჩვენ შოუში მოგიბადიჟე სხვათა შორის ნებისმიერი ასე ვთქვათ ხუმრობა იქნება თუ ისტორია ნუ მოითხოვს კარგ ფორმულირებას და სხვათა შორის ამაზე კარგი ისტორიას მოგიყვებით. კი ბატონო. მეგობრებმა მომიყვარო ამას ყავდა კლასელი სკოლაში და ეს ბიჭი იყო ამ სკოლის დირექტორის შვილი. და შესაბამისად სკოლაში სარგებლობდა დიდი პრივილეგიით ყოველთვის რა ეს მასწავლებლების მხრიდან რა დიდი განათლებით ახლა ეს არ გამოირჩეოდა რა არ იყო ეს როგორ გითხრათ როგორი ბიჭია აი მეტრო რომ არ არსებობდეს ვაჟაფშაველას არ ეცოდინებოდა ესეთია რა კარგი ფორმულირება არ არის ძლიერი მხარე ამის განათლება
ერთხელ ეს მომიყვარო ისო ქართულის მასწავლებელი ეკითხება რომ რამდენი ასო არისო, რამდენი ხმოვანი არისო ანბანშიო და 7-იო. 7. კაი ჩამოთვალეო. ო 6-6-6-იო. აი ასეთი ადამიანი არის და აი ვერ ეუბნებიან და კორექტი რა. დირექტორს ვერ ეუბნებიან რომ აი ესეთი ის არის ბავშვი არის და თუ დააგვიანებს მასწავლებლები პირიქით კაცო ამან კი არ დააგვიანა თქვენ მოხვედით ადრეო სხვებს ხო და აი რატო ვამბობ რომ ფორმულირება მთავარი ქართულის მასწავლებელმა დირექტორს რა ძალიან კარგი ფორმით რომ ეს ცოტა ვერ ეწევა კარგად ბავშვებს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვსო თქვენს შვილსო მარა რა გადმოცეს ის არ იცისო რა გადმოცეს ის გადმოცეს და გვაქვს პატარა პრობლემა კი ბატონო მოკლედ ორი ძმა იყვნენ რა და ერთი 39 მეორე 40 წლის და ყავდათ მამა და ეს ახლა როგორები არიან არც ერთი არ მუშაობს რა არც ერთი ძმა არც მეორე ძმა არც მამა საათის არ მუშაობს მაგაც სახლში რა ეგეთი ოჯახია რა ბატონო გია და ხო ნუ ზამთარში არ მუშაობენ იმიტომ რომ ამ სიცივში რა ზაფხულში არ მუშაობენ ამ სიცხეში რა ამინდი არ უწყობთ ხელს თორე ისე ზარმაცები კი არ არიან ხო და ნუ ცოლით შესაბამისად არ ყავს ახლა 40 წლის კაცს რა ეჩქარება ხო და ეს მამაც ნუ რა თქმა უნდა მამაც ანალოგიურად არაზროს არ უმუშავია არაზროს არ მუშაობს არც იმუშავებს და ნუ შვილებს სულ ეჭუბება რომ ბიჭო ის დაემსგავსეთ კაცო ყავთ თუთიყუში ამათ ხო და რა საინტერესო ისტორია რატო ეხლა თუთიყუში ხო შეუძლია ზოგადად ლაპარაკი ნუ ეხლა ეს თუთიყუში დისკუსიაში ვერ შემოვყვება მაგრამ მადლობის თქმა შეუძლია ესეთ თუთიყუში ყავთ რა რაღაცას უსტუმ მეზობელი რომ შემოვიდო და რაღაცას რომ დაუდებდა ლარიანი მადლობა ამის თქმა შეეძლო ასე 2 ლარიანი მადლობა ხო და ისე მოხდა რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს თუთიყუში ახლა პანჯარა იყო ღია გალია ასე თქვა და გაფრინა ეს თუთიყუში და მთელი ოჯახი არის დადარდიანებული და ეს მეზობელი მივიდა ახლა მოხდა კაი რა მოხდაო თუთიყუშიაო ხო თუთიყუშია მეტია თუთიყუში ეძახი და მთელ ოჯახს ეს არ ჩენდაო ჩემი მეზობელი ეს პირადა ძალიან კარგი ადამიანია, აი პიროვნულად იდეალური ადამიანია, რა თქმა უნდა. უბრალოდ სასმელთან ცოტა მეგობრობს რა, აქტიურად. ხო, ზომაზე შეიძლება ცოტა მეტადაც და ესე ვთქვათ, ძალიან მაგრად მოუწია დალევა და მეორე დღეს იღვიძებს, ესე იგი ბატონოგია ნაბახუსევი, ასე ვთქვათ, რა, ძალიან ცუდად არის და აი ახლა 6-7 საათია დილის და ვერაფერი დალია რო ცოტა აი სისხლძარღვები რო გააფართოვოს რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან ჩავიდა დაბლაეზოში მაღაზია ღია არ არის რომს იყოს ფული არ აქვს რო იყიდოს არც არავინ ეპატიჟება არაფერს და არის შუა დღემდე ესე წვალებით მივიდა ეს ადამიანი და ჩამოიარა მეზობელმა რომ მამა ჩემი ოპერაცია გაუკეთე მამა ჩემსო ექიმებმა დამაიმედესო რომ აი ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი კარგად ჩაივლის და აღარ დავეძებ არაფერს აი უნდა ვიკისრო კარგის უბრალოდ და გაუხარდა ამას ახლა არიქა ცხეთაში იქნებ თვით არა ცხეთაში უნდა წავიდე ჩავიდე ცხეთაში ეს სუდათ არის და დალევა უნდა აღარ შეუძლია და მოკლედ სუფრა გაიშალა იდეალურით და ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა არაყი და ერთი ჭიქა ორი ჭიქა და დაბრუნდა დედამიწაზე ახლა ეს ადამიანი კარგად არის უკვე და გამოელაპარაკა ხალხს და სუფრაზე გვერდზე გაიცნო ადამიანი და ეს ეკითხება რომ რა საქმიანობა შენო რა რითი ხარ დაკავებულიო და მეო იოგი ვარო ესე უუბნება ახლა ეს დაიბნა იოგიო რა არისო აი რა გითხრაო იოგიო აი მე ახლა მაგალითადო შემიძლიაო თითიო ისეთ ადგილას დაგადო ეგრევე გამოგაფხიზდება კაცი ეგ თითი სადმი არ მოგიხდეს წლიუს დავთვერი რა უნდა გამომაფხიზნო სადმი არ მოგიხდეს შენი საერთაშორის ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ღამიშოუს შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ნამდვილად განსაკუთრებული იუმორის გზნობა აქვს და ერთ-ერთი თქვენც იცით რა ქვია ბატონო გია ნოე ჟორჟოლიანი ჩვენი კი ბატონო კი ოქრო ადამიანი და ძალიან აი სხარტი იუმორი აქვს რა აი ისე დროს შეუძლია აი რაღაც ხუმრობა თქვას აი რო არ მოელი და აი რაღაცა გემრიელად
სახლს ვაშენებ ბატონო გია რაჭაში, გადავწყვეტ ოჯახმა რომ სახლი ავაშენოთ რაჭაში და მამაჩემი არის ბადრი სულაძე, პოეტი, მწერალი კაცი არის და სახლს ვინც მიშენებს არის ძალიან უცნაური სახელი დაგვარია, ძალიან კარგი ადამიანი, აკაკი წერეთელი. აკაკი ქვია წერეთელია გვარა და ნოე მეხუმრა ჯორჯოლიანი რაიშოა პოეტმა ბადრი სულაძე, იმდენი აკაკი წერეთელს აშენებინებს სახლს. ერთი დიდი ოჯახი ვართ ბატონო გია და მაგიტომ თვითონ ეს ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი ზვიად ბლიაძე, გიორგი გაბუნია, ჯიმებისაც ეს ჩვენი ბიჭები ძალიან კარგი ატმოსფერო არის და მე მოდის ეს თვითონ ის ხუმრობა გინდა, თვითონ ის რაღაცა დამოკიდებულება იმდენად მაგარი. ვადასტურებ მართლაც ესეა. რეიტინგზე მე მაგიტომ აისახება. ნამდვილად გეთახვები და აი თითოეული მათგანი ვინ ჩამოთვალე ჩვენი მეგობრებია გულისადი ყველას მოვიკითხავ და მიხარია რომ დღევანდელი შენი სტუმრობა ესეც საინტერესო გამოდგა. დიდი მადლობა თქვენ ბატონო გია. გაიხარე შეგინდათ. გაიხარე. ჩვენი სტუმარი გახლდათ ბექა სულაძე. დიდი მადლობა მას. მადლობა თქვენ, გაიხარე. სოფლიო დონის ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილია დღეს ჩვენი შოუს სტუმარი. ომზადი შემოგარგო. თემურ მოგესალმები, გენაცვალე. იცი როგორ გამორჩეულად გვეზვირფასება შენი სტუმრობა ყოველ ჯერზე და ახლა გვაქვს კიდევ ესეთი განსაკუთრებული მიზეზი. ძვირფასო მეგობრებო, გინდ დაიჯერეთ, გინდა რა ჩვენი თემურ ყვითელაშვილი 65 წლის გახდა, თანაც გუშინ ჩემო ბატონო და მივულოცოთ ეს საიუბილეო თარიღი. მადლობა ყველას. ილოცავ კიდევ ფანტასტიკურად ჩატარებულ სოლო კონცერტს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ 26 ივნისს შედგა. ეს იყო შენი მე-11 სოლო კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში. წარმოიდგინეთ ძვირფასო მეგობრებო. აქვე ჩემო თემურ ასევე სიამაყე დავზენ რომ შენ ხარ პირველი ინსტრუმენტალისტი, არა მარტო გიტარისტი, ინსტრუმენტალისტებს შორის პირველი, რომელსაც შეძელიდა ფილარმონიაში ჩაატარე პირველი სრულფასოვანი ძალიან საინტერესო სოლო კონცერტი, აი დღევანდელი დღესავით მახსოვს ეს და თანაც აქვე ვიტყვი რომ 10 ალბომი გაქვს გამოშვებული, მეათე სულ ცოტა ხნის წინათ, აი ესე ნაყოფიერად შრომობდა აფერო მართლა შენ რომ აი შენი პროფესიული საქმიანობით როგორც შინ ისე გარეთ ამხელა ქართულ საქმეს აკეთებ. თემურ ეხლა მითხარი ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებდი შენივე ნამუშევარს კონცერტზე და რა სიტყვი ამ 65 წლის ასე თქვა სიმაღლიდან. გია პირველში უღრმესი მადლობა, ძალიან მახარებს რომ შენ და შენ შესანიშნავ კოლექტივს რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს ჩემი შემოქმედების მიმართ. ჩვენ მეგობრობას ძალიან ვფრთხილდები და ძალიან ვაფასებ, რა თქმა უნდა. და ამის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საერთოდ თქვენს ესე იგი გადაცემას და პლუს კიდევ მთლიანად ტელეკომპანიას, რა თქმა უნდა, რომელიც არაერთხელ გააშუქა ჩემი შემოქმედება. რაც შეეხება, წლები მოგეხსენება გარბის ძალიან რა ვიცი, ისეთი სისწრაფით, რომ არც ვიცი რა დავარქვა ამას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არის, რომ ციფრებს საერთოდ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი არასდროს, არც მივაქცევ, რა თქმა უნდა. თავი მაინც არის ადამიანის თვითონ შემართება, ადამიანის ცხოვრების წესი. რა გაგებით ცხოვრობს და საერთოდ როგორ დადის საერთოდ ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა თორე რამდენი წელი და როგორ და რა ეს მეათე ხარისხოვანია მაგრამ წინა პლანზე მაინც არის წმინდა აი ეს რა როგორი ესე იგი შეგნებით და როგორი მოქალაქეობრივი ასე ვთქვათ როგორ ასრულებს ადამიანი აი იმ პუნქტებს რომელიც არაერთხელ ჩვენ გვისაუბრია და რომელსაც ვთვლი რომ სავალდებულო აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა ის მინიმუმი რო შეასრულოს ეს არის მთავარი და იცი რა შეასრულე უბრალოდ 65 წელს ზოგი რაღაც დონეზე აბა რაღაცაზე ვერავა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდელობა ყველა მოქალაქეს უნდა ქონდეს იმისა რომ იყოს სასარგებლო იყოს ყოველდღე უკეთესი ვიდრე იყო გუშინ ხო მაგალითად და აკეთოს ისეთი საქმე რომელსაც გამოადგება საერთოდ ქვეყანას ოჯახსაც მეგობრებსაც და საერთოდ იქნება სასარგებლო თავისი ცხოვრების წესით. გაიხარე, მართლაც ესეა, მართლაც. შემოთემურ მე ნაწილი ვთქვი მარტო იმისა, რაც შენ საქართველოში გაკეთებული, იმიტომ რომ ამას ერთი გადაცემა არ ეყოფა, მარტო რომ ჩამოვთვალო. უბრალოდ არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა შენს განსაკუთრებულ თანადგომას, თანაც აქვე ვიტყვი უანგარო თანადგომას შენი კოლეგების მიმართ. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ რამდენი ანსამბლი გაქვს შენ მოვლილი, თან სახელოვანი და რამდენ დიდოსტატთან ერთად გაქვს ნამუშევარი, აი რა გითხრა, ანსამბლი ივერიდან დაწყებული, ვახტანგ გიგაბიძით დამთავრებული, მართლა ძალიან სტამესტავი სია. მაგრამ მე გამორჩეულად მეძვირფასება საერთაშორისო მასშტაბით შენი დამსახურებები და შენის ნებართვით ჩვენი შოუს მაყურებელს შევახსენებ ამ ინფორმაციას ვინც იცის და
ვინც არა და ასევე სიამაყით კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ ძვირფასო მეგობრებო თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტებითა და მასტერ კლასებით გასტროლებზე იმყოფებოდა სოფლიოს არაერთ ქვეყანაში მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები კანადა ინგლისი ავსტრალია იაპონია სამხრეთ აფრიკა საფრანგეთი ისრაელი ავსტრია ბელგია შვედეთი გერმანია და ასე შემდეგ მას კონცერტები აქვს ჩატარებული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიცაა კარნეგი ჰოლი ბერდლენდი ლავილი, ირიდიუმი და მრავალი სხვა. თემურის სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან ერთად, როგორებიც არიან ალან ჰოლცვორდი, ლეს პოლი, სკოტ ჰენდერსონი, ტომი ემანუელი, მაიკლ ანჯელო ბატიო და სხვები. თემურ, ეხლა მე პროფესიული მიმართულებით თქვი შენი ესეთი გამორჩეული მიღწევების ნაწილი აღვნიშნე, გარდა ამისა შენ ხარ სახე ბევრი ცნობილი მუსიკალური ბრენდის, ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ ბევრმა არ იცის შენ მართლაც როგორია ესეთი სპორტული მონაცემების კაცი იყავი, დღემდე კი ცხოვრობ ამ სპორტულ ასე ვთქვათ რეჟიმში, როგორც აღვნიშნე, მაგრამ რო გაყოლოდი ფეხბურთს, ისეთი მონაცემები ქონდა, რომ მე დარწმუნებული ვარ, არანაკლებ შედეგებს მიაღწევდი ამ ასპარეზზე, თუმცა მე ვიცი რომ ერთ შენ საინტერესო ისტორია გქონდა, შენ სურვა გიყვარს თან და ერთი საინტერესო ამბავი მომიყევი შენ და მოდი ეს გაიხსენე ჩვენ შოუში. ყოველთვის გატაცებული ვიყავი სპორტით, რა თქმა უნდა, და მართლა ფეხბურთზე მართლა მქონდა სერიოზული შედეგები, ძალიან სერიოზული. ნუ მოგეთ ყველაფერი არ მინდა მოყვა, მაგრამ ყველაფერი გადაწყდა მუსიკის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. მაგრამ ის მინდა თქვა რომ აი შენ რაც ახსენე გია სპორტთან დაკავშირებით, მართლა სადაც არ ყოფილა გასტროლებზე ეს ნებისმიერ კონტინენტზე მაგათ ეს ჩავფრინდი, მაგრამ რაღაც ქვეყანაში, ხო? ჯერგეთი იმ მეორე გათენდება დილა თუ არა, უკვე გადაწყობილი ვარ ყოველთვის იმ ქვეყნის ასე ვთქვათ, ასე სარტყელზე, ასე შემიძლია თქვა. და ესე იგი არ გამისცენია არასოდეს წვიმს, ქარია, თოვს, ყინვა 30-40, არ ვიცი, არანაირი მნიშვნელობა არ ქონია არასოდეს. მაგრამ ერთი კურიოზი ესეთი იყო, რომ იერუსალიმში გავხდი და რეპეტიცია რო დავამთავრე, დავბრუნდი სასტუმროში, მეორე დღეს იყო კონცერტი. და ქონდა საშუალება, რომ ცოტა ასე ვთქვათ, მით უმეტეს რაღაც სურვა მგონი მოგესწრა ყველას გვიყვარს და მგონი ცოტა ადამიანია, ვისაც არ უყვარს, მაგრამ რა თქმა უნდა. ხო და ნუ რა თქმა უნდა, ჩავედი, რა თქმა უნდა, ქვევით აუსთან და უბრალოდ ჩემი ჩვეული, ასე ვთქვათ, შემართებით, ხო, გადავეშვი აუსში. პირდაპირ საქმეზე გადავეშვი. ხო, გადავეშვი აუსში და ახლა ნუ მიყვარს სურვა და ნუ ესე მართლა სურავ ნორმალურად. და რო ჩაუყვინთე ერთი ახლა კარგად დიდი ხანი ვიარე წყლის ქვეშ და რო ამოყავი თავი ასე ვთქვათ წყლიდან დავინახე რომ ვინც იყო აუში ყველა გარვეს ამოხდა თანსაცვლიანი ქალები თურმე იყო რელიგიის საათი ესე იგი სადაც თურმე იქ მამაკაცი არ შეიძლება რომ იყოს ქალების დრო იყო მაინდა-მაინც იმ დროს ჩახვედი ხო ჩავედი ესე იგი რო დავინახე როგორ გარბოდა ესე იგი თავქვე მოგლიჯილი ეს ხალხი ეს იყო ისეთი სანახავი რომ და მე მითხეს ხო და რამხელა დაგვერება საჭირო თუმცა აი აუში ჩასვლასაც უნდა გაიხედ გამოიხედო რომ შეიძლება იმ დროს ჩასვლა ნუ ეხლა ისრაელი მოგესწრა ისეთი ქვეყანაა სადაც ნუ მით უმეტეს იერუსალიმი სადაც მართლა იგრძნობა ის რელიგია როგორად დაცული და როგორ ასე ვთქვათ პატივსცემენ რელიგიას და ამიტომ ასეთი რაღაცას მოხდა ეს კურიოზი ბევრია მაგრამ ნუ აი ეს ერთ-ერთი რომელიც სპორტთანაა დაკავშირებული თემურ ახლა მუსიკალურ კომპოზიციაზე მინდა გადავიდე და მინდა გთხოვო შენი აი ამ ძალიან ფართო რეპერტუარიდან ის კომპოზიცია შეასრულო, სადაც შენ ძალზე ორიგინალურად გაქვს თავმოყრილი საოცარი მელოდიები ჩვენი გამოჩენილი და სასიხადულო კომპოზიტორისა რევაზ ლაგიძის. აი რევაზ ლაგიძის პოპურის შენეული ვერსია მინდა რომ ავაჟღეროთ დღეს. ძალიან გამეხარდება ძალიან ეს არა ჩემთვის არამედ მთელი ქვეყნისთვის ჩვენი საამაყო და მართლა სასიხადულო კომპოზიტორი. რომელსაც მართლა უდიდესი არ ვიცი ამდენი ფანტასტიკური მელოდია და სიმღერა დაწეროს ადამიანმა მე ძალიან სარგებლობს შევთხოვი და ყოველთვის მინდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონ რევაზ-ლაგის მიმართ მე მინდა ისიც თქვა რომ ამ პოპურის შექმნაზე რა თქმა უნდა ერთია გაქვს იდეები და მეორეა კიდე შენდებს ვისთან ერთად ახორციელებ მე მინდა თქვა რომ ეს იდეები ჩემთან ერთად შესანიშნავად თემურ მაისაშვილი ბატონი თემურ მაისაშვილი მწყინველი მუსიკოსი და მე ვთვლი რომ ქართული მუსიკის მართლა ძალიან დიდი მცოდნეა იმიტომ რომ ძალიან ღრმად იცის აი ეს მიმდინარეობა არაჩვეულებრივი პიროვნება მწყინველი მუსიკოსი და რომელმაც ამ პოპურის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რა თქმა უნდა და ეს გამოვიდა ძალიან მაგარი ჩვენ სხვა შორის არაერთი მე ბევრი პოპური მაქვს სხვა შორის გაკეთებული ეს კლასიკური პოპურიდან დაწყებული დამთავრებული გიორგი ცაბაძის პოპური იქნება თუ ებრაული პოპური იქნება და ძალიან ბევრი რომელი ერთი ვთქვა
და ვთვლი რომ ეს სხვა შორის ეს პოპური რომელსაც ახლა ჩვენ შეხვდა ეს არის მეორე ნაწილი. იმიტომ რომ ჩემს კონცერტში პირველი ნაწილი შესულა ასევე საკმაოდ ბევრი სიმღერებისგან შემდგარი პოპური და ეს არის მეორე ნაწილი. პირველი ნაწილიც გაჟღერდა ეს გადაიცა სხვა შორის ტელეკომპანია იმედად გასა ჩემი სრული კონცერტი ჩემი სახელობითი ვარსკვლავის გახსნეს და ამიტომ შევთავაზოთ და ისიც უნდა დავამატო რომ მელოდიები მაგრამ ვთვლი რომ ურთულესი შესასრულებელი. ურთულესი იმის გამო რომ როგორც მაგალითად არაერთი ამჟღერებია მე რომელიც გიტარისტს არ ყოფილა დაწერილი მხედველობაში მაგის რომ შეიძლება მელოდია მაგრამ ამ მელოდიის სწორად მიტანა ასე ვთქვათ ისე რომ ის აღღერდეს და ჟღერდეს ლოგიკურად აი ეს ფრაზირება და ითხოვს ძალიან დიდ დაკვირებას და მე ვთვლი რომ მე ეს შევძელი და ძალიან ვამაყობ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს გამოხატა ჩემ დიდ პატივისცემას ჩვენ მართლა სასიკადო კომპოზიტორის მიმართ.
უღრმესი მადლობა ჩვენ სტუმარს თემურ ყვითელაშვილს. დღეს ამით გემშვიდობებით ვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრაზე.